Ისთვის ეს დავაზუსტებ რომ მე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი აღარ ვარ მაისის თვიდან. აღარ ხარ, მას შემდეგ რაც პოლიტიკაში წავიდეთ. რა, ხო, ჩვენთანაც ისეთი არის, რა ქვია, 20 წელიწადში ერთხელ ირჩევენ და 8 წლის შემდეგ აუცილებლად უარი განვაცხადნენ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, აპდეიტი და ახალი სიცოცხლე. ამიტომ გადმოვერთე კოალიცია ცვლილებისთვის. რა თქმა უნდა, ხა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დაიწყე 900 ეს მხოლოდ არის დეკლარირებული, თორე დაახლოებით 900 მოლოდინის რეჟიმში არის და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიურად, ანუ ხვალზე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება იმ მცირე და საშუალო ბიზნესის რიცხვი, რომელზეც ზოგადად ჩვენი ქვეყანა დგას. ეხლა ძალიან საინტერესო არის, ხა, როდესაც საუბრობენ 20 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს შეხვდა და ამის დეკლარირება არ ხდება, ესე იგი დავიწყოთ იქიდან, რომ ესე იგი იმ ბიზნესის წარმომადგენლებს ალბათ პირველ რიგში ცხვენიათ და თავის წარმოჩენა არ უნდათ. მოდი, ალბათ აქედან დავიწყოთ. გარდა ამისა, ალბათ უმრავლესობა მათგანი პარლამენტში არიან წარმოდგენილები და შესაბამისად, მარტივია ძალიან პასუხის გაცემა იმ კითხვაზე, ვიყავდა წარმოდგენილი იქ. აქ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რასაც ხაზი უნდა გაუსვათ, რომ მოდის ის თაობა, რომელიც არ არის ესე იგი 37 მანეთიან ბილეთებზე გაზრდილი, რომელიც საერთოდ არ იციან რა არის ეს რუსეთი და ის რაღაცა აბსურდული თეატრი. ესენი არიან 30 ევროთ ევროპაში მიმავალი თაობა, სადაც ჩვენ ვნახეთ ის სრული თავისუფლება, ვნახეთ ის ბედნიერება, რომელსაც აი ეს ადამიანებიც კი, რომლებიც დღეს არ აპროტესტებენ, ის ადამიანებიც კი, რომლებიც განაჩუმად არიან, უბრალოდ კიდე არიან მთავრობის სტოვრები, დადიან ევროპაში, ევროპული ბრენდებით არიან წარმოდგენილი, ესე იგი და თავს იწონებენ და სარგებლობენ ყველა იმ ბენეფიტით, რაც მოაქვს ევროპას. ესე რომ, რა თქმა უნდა, მინდა მოუწოდოთ თქვენი ეთერის საშუალებით, რომ სამარცხვინოა გამოდით, რა თქმა უნდა, დღეს სიჩუმე, მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ დანაშაულია, იმიტომ რომ დღეს ვართ ჩვენ გარდამტეხ პერიოდში, იმიტომ რომ საით მივდივართ, ან უნდა წავიდეთ რუსეთისკენ, რომელიც არის ჭაობი, რუსეთი დღეს ჭაობია, რუსეთისკენ არ წარმოუდგენელი, ხა იქ როგორ შეიძლება ვინმე წავიდეს, არავის არ უნდა აბსოლუტურად დედამიწაზე. ან უნდა წავიდეთ ევროპისკენ, სადაც არის თავისუფლება, სადაც არის პარტნიორობა, სადაც არის, არ ვიცი, ყველაფერი ის სიკეთეები, რაც აქამდე გქონე ხა. ბოლო 33 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის პარტნიორი არის ამერიკა, არის ევროპა, საიდანაც მოდის ყველა ის დაფინანსება, თუ კი რამე კარგი ჩვენ ქვეყანაში გაკეთებულა, არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, თუ კი რამე ცუდი ყოფილა, ტერიტორიები წაურთმევიათ, ჩვენი ცაცქადულო მამულიშვილები მოუკლიათ პირდაპირ მნიშვნელობით, გაუტაცებიათ საპრობილეში ყავთ, ეხლაც კი ეს არის რუსეთი. ხა ჩვენ რაზე ვჯელობთ, ხა გამოვიდა ეგრეთ წოდებული პრემიერი და ერთი თვის წინ, სადღაც 3 კვირის წინ დაგვიანონსა, რომ წყვეტს მოლაპარაკებას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და ანუ დაარღვია პირდაპირ მნიშვნელობით კონსტიტუცია. ხა როგორ შეიძლება რომ დღევანდელ თავრობას თავრობა უწოდოთ? კაი, მოდი გავწიოთ ის, რომ არჩევნები პირდაპირ მნიშვნელობით მოიტაცეს და ჩვენი მომავალი მოიტაცეს. რა, ანუ კონსტიტუცია გამოვიდა, დაარღვია, თავზე დაგვახია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვჭირდება. ეხლა ჩვენ შევისვენოთ და ეგება, ანუ კიდე განცხადებები კეთდებოდა, რომ ესე იგი ევროკავშირში შესვლამ შეიძლება ბიზნესები საფრთხის ქვეშ დააყენოს და რაღაცა ხელი შეუშალოს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობებში. ხა დეტალებში არ მინდა შევიდე და რაღაც ბიზნესებს შევეხო, რომელსაც შეიძლება დისკომფორტი შექმნას. არ შეგეხება და არავის არანაირი დისკომფორტი. აქ არ არის, არასდროს არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით საუბარი, მათ შორის თან ხშირად მოყავთ ხოლმე მაგალითად 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი, რომ თურმე არასდროს იმ პერიოდში არავის არ უთქვა, რომ რუსეთთან ვაჭრობა არ უნდა. რუსეთმა სხვათა შორის სამხრივად წყვეტა ვაჭრობა. კარგად მინდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს დაუწესა ემბარგო ყველაფერზე, აბსოლუტურად, თორე რუსეთთან პროდუქცია მაშინაც შემოდიოდა, ხელებს არ შეუშლია. რომ ბიზნესს მინდა უთხრა, რომ რა თქმა უნდა, ამით თქვენ გაბოლებენ, არავის არაფერში ხელი არ შეეშლება. ვაჭრობას ეს არ ეხება, უნდა დავივიწყოთ ვაჭრობა. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის მე მქონდა ერთი წლის წინ სანქციების ჯგუფი იყო ჩამოსული, სამკაციანი შემოადგენელი დევიდოს ოლევანთან შეხვედრა და მათ შორის როგორც მე ასოციაციის წარმომადგენელი წავდექი და აუხსენი, ანუ რომ იქ არიან ევროპული ბრენდები, რუსეთში წარმოდგენილი ვაჭრობა. სხვათა შორის პირდაპირ თქვა, რომ ეს თქვენ სფეროს არ ეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ ეხლა, როდესაც სურსათზეა ლაპარაკი, გვესმის, რომ ძალიან ახლო იქ ლოგისტიკა არის, ქვილია ზეთი, რომელიც მნიშვნელოვანია შედარებით იაფია, ჩვენ ხელს არ გიშლით ამ მიმართულებით, იქ მნიშვნელოვანი რაც ხო ეს ხო მიკროჩიპები და ასე შემდეგ. ამიტომ ხა
თქვენ ვიღაცა გაბოლებთ ამასთან დაკავშირებით. ამაზე საუბარი არ არის. აქ არის ხელისუფლება რა პოზიციაში არის ახლა ბიზნესთან? მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში დიდი წარმოებები არ არის, ხო? აქ რაღაც მცირე და საშუალო ბიზნესია მეტწილად საუბარი და აი ეს 20 რო სახელდება 20 კომპანია, ნუ თქვენ ახსენეთ, რომ მათი დამფუძნებლები და წარმომადგენლები შესაძლოა დიდი ალბათობით საერთოდ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილები, ხო? რაღაც ქართული ოცნების სენტიმენტი არა, ჩემი ვარაუდი, იმიტომ რომ ამ ბიზნესის წარმომადგენლები ბიზნეს წლების განმავლობაში ხო თითქმის ბოლოს ყველა პარლამენტში აღმოჩნდა. აი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს რაღაცა თითქოს აი არ შემჩნევის პროცესი არის ახლა ხო? თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ ყობახიძის რეაქციით შეიძლება გამოვიცნოთ, რომ მაინც არის რაღაც გარკვეული ღელვა ამ საკითხზე, თუნდაც იმ პლატფორმიდან გამომდინარე, სადაც 900-ზე მეტი კომპანია უკვე დარეგისტრირებული. ნუ ვიცი რა, ანა, თუ შენ თავს უწოდებ, რომ სახელმწიფოს მეთაური ხარ, იმის თავი არა გაქვს, თქვა რომ 20 ბიზნესის წარმომადგენელს ვის შეხვდი, ანუ თავზე გაქვს დამხობილი ყველაფერი. და იმ 20 ბიზნესმენს მინდა ვკითხო, თუ იმის თავი არა გაქვს, გამოხვიდე რომ პრემიერს შეხვდი და გწხვენია, მაშინ საერთოდ რაზე ვსჯელობთ? და ხა როდესაც საპირწონეთ დგას აქ თითქმის უკვე დღის ბოლომდე დარწმუნებული ვარ 2000 ბიზნეს სექტორის წარმომადგენელზე საუბარი და არც თუ ისე მცირე მინდა გითხრა რამოდენიმე საკმაოდ საპირწონე არის და შეიძლება ვიღაც დარეგისტრირებული იქ არ არის ჯერ კიდე, მაგრამ არიან ისეთი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებმაც საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთეს, რომლებსაც ალბათ ბოლო 15 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულები არიან და ზოგადად ხმა არ ამოუღია და არც ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ უბრალოდ მოვწყდებით ორბიტიდან. ანუ ორბიტიდან მოწყვეტა რას ნიშნავს, რომ საქართველოს აბსოლუტურად არაფერი არ აქვს. საქართველოში ჩვენ თუ ვიძახით, რომ რაღაცა შეგვიძლია ვაწარმოოთ და ექსპორტზე გავიტანოთ, ანუ ყველაზე, ანუ პირველი რა გვახსენდება, ღვინო, ქართული ღვინო. ქართული ღვინო არის იმპორტირებულ ბოთლში ჩამოსხმული, აქ იმპორტირებული საცობი და ასე შემდეგ. ანუ შესაბამისად იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა როცა ხარ შენ, დამოკიდებული ხარ უცხოურ ვალუტაზე. შენთან როდესაც ტურიზმი გაჩერებულია, სარესტორნო სფერო გაჩერებული არის, არ ვიცი, ყველაზე ეს მნიშვნელოვანი დარგები. როდესაც შენი სტრატეგიული პარტნიორები გეუბნებიან, რომ ყველანაირ დაფინანსებას აჩერებენ და მათ შორის, ანუ იგივე აგრომიმართულებით, არ ვიცი, მილიარდობით დოლარი არის ბოლო 30 წლის განმავლობაში აქ დახარჯული და ყველაფერს აჩერებენ. ანუ საერთოდ რაზე შეიძლება რომ ვიმსჯელოთ? გარდა ამისა, საბანკო სისტემა თავიდან ბოლომდე ხო დამოკიდებული ვართ, ანუ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, ეროვნული ბანკის და ამ დროს ეროვნული ბანკი გამოდის, როდესაც სანქციებს აწესებენ და ესე იგი საერთაშორისო ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, აქ უნდა გაიხილოს ვიღაც რიგითმა მოსამართლემ, რომელთა კოლეგიას თავარი დასანქცირებულია, ხალხო, დასანქცირებული მოსამართლეები გვასამართლებენ და დასანქცირებული ძალოვნები გვარბევენ. ანუ ეს უკვე ბანდიტიზმი არის, ხო, რა ძალოვნებს ახლა ბოდიში ხა ამ სიტყვით როგორ შეიძლება ძალოვანი უწოდო ხა? ძალოვანი მოძალადეა ბოდიში, ანუ რომ გაქვთ მოლოდინი რომ 2000-მდე ბიზნესი დარეგისტრირდება ამ გვერდზე. არა, მე დღის ბოლომდე თქო, თორე ალბათ ეს გაიზრდება პერმანენტულად დამერწმუნდა. რომ აუხსნათ ამ ადამიანებს, ალბათ თუ დიდი იქნება მასშტაბი, უფრო დიდი იქნება შანსი რომ ხელისუფლებამ რაღაც გარკვეულწილად ირეაგიროს, ნუ მინიმუმ ის არ თქვას რომ 20 კომპანიას დაველაპარაკები და ეს საკმარისი არის რაღაც ამ საკითხის მოგვარების. ანა, ბოდიში გაგახსენებდა დღეს პრემიერი არ ხვეწებოდა რომ მოვიდენო. ეს იყო, ნახეთ, მის ტემბრში ზოგადად ეგრეთ წოდებული პრემიერი ბოდიში მინდა მოვიხადო. ანუ მის ტემბრში შეინიშნებოდა სხვადასხვა გუშინ იყო განცხადება, რომ აი, იცით რა, არველაძეს შევხვდები, ანუ რომ მათთვის განგაში სიგნალი იყო, იმიტომ რომ ჩვენთვის საპატივცემულო ადამიანი არასდროს არ გამოსულა, ანუ პირველად დაინახეს, რომ საფრთხის წინაშეა ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ, ანუ მოვიდენ, შევხვდეთ, რაზე უნდა დაველაპარაკოთ? ანუ მარტივი, ანუ ფორმულა აქ არის ძალიან მარტივი, რომ ის ადამიანები არიან რეჟიმის მსხვერპლი, ბანდიტების მსხვერპლი, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით და თავპირი დაულეწეს და არ საოცარ ისტორიებს ყვებიან, ამას არ ბანდიტებიც არ აკეთებენ და საპყრობილეში ყავთ ჩაყრილი და რა თქმა უნდა მოპარული არჩევნები, რასაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს. ეხლა, როდესაც ადამიანის თავებს თვლიან,
მე მახსოვს 9 აპრილი შეიძლება მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ყოველ შემთხვევაში რომ იმდენი ადამიანი ნამდვილად გარეთ არ ყოფილა, ძალიან კარგად მახსოვს 2003 წელიც ნამდვილად ამდენი ადამიანი არ გამოსულა და ამდენი დღე გარეთ არ ყოფილა და 2012 წელი ძალიან კარგად მახსოვს. ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთ დღეს მოვიდა 200,000 ადამიანი და მეორე დღეს მოვიდა 20,000 ადამიანი, რომ ეს პროტესტი ჩაცხრა ხალხო. ამხელა მასშტაბი ხარ თქვენი ეთერის საშუალებით, რასაც უყურებთ ყოველდღიურად ტელევიზიები, რასაც გადმოსცემთ, მადლობა თითოეულ თქვენთანგანს იმ გმირობისთვის, რასაც აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ფრონტის წინახაზე. ესეთი მასშტაბი არასდროს არ ქონია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მე ვისურვებდი უბრალოდ რომ ეს ყოფილიყოს ბოლო და საბოლოოდ ჩვენ გადაგვედგას და შეგვებიჯებინოს მალე, ძალიან მალე, სულ რაღაც რამოდენიმე თვეში ევროპულ ოჯახში ფეხი, იმიტომ რომ რა არის ევროპა? ევროპა არის შვიდობა. არც ერთ ევროკავშირის ქვეყანაში არ ჩამოვარდნილა არც ერთი ბომბი, არც ერთი კონფლიქტი იქ არ არის, ხალხო რომ გვაბოლებენ. ბიზნესზე როდესაც საუბრობთ, ჩვენ ხშირად გვილაპარაკია იმის შესახებ, რომ აი რამდენიმე დაპირებით არის ქართული ოცნება თავის დროზე ხელისუფლებაში მოსული, ხო, მათ შორის ადამიანის უფლებების რაღაც სხვა დონეზე აყვანა, ამაზე საუბრობდნენ, რომ ისინი იქნებოდნენ რაღაც განუხრელად დამცველები ადამიანის უფლებების და ამ დროს ჩვენ ხა ძალიან მალე მოუყვებით თუ რა სურათი დაატრიალა ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე, აი დემონსტრანტებთან დაკავშირებით, დღეს იყო ძალიან საინტერესო ანგარიში სამოქალაქო სექტორის და წარმოუდგენელი საზარელი ფაქტები აღწერილი და მეორე ბიზნესთან დაკავშირებით, რომ აი ეს რაღაც თავისუფლად სუნთქვა განსაკუთრებით საგრძნობი იქნებოდა ბიზნესისთვის. აი დღეს თუ კი ვინმე თქვა კიდევ რაღაც გარკვეული კითხვის ნიშნები აქვს, აი რას ეტყოდი კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც ვერ ხედავს კავშირს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ვერ აკავშირებს მისი ბიზნესის კეთილდღეობას და არჩევნების დანიშვნას ერთმანეთს, ხო? აი როგორ ფიქრობ, არის კიდევ ასახსნელი იმ სურათის შემდეგ რამე რაც ნახა საზოგადოებამ იგივე თბილისის ცენტრში. მე გეტყვით, რომ მათ შორის იმ 20 ბიზნესის წარმომადგენლისთვისაც კი არ არის ასახსნელი, ალბათ ისინი გაცილებით უფრო ცხადად ხედავენ რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგნენ, ვიდრე ვთქვათ ის 2000-მდე კომპანია, ვის დღის ბოლომდე უკვე იმ პლატფორმაზე დარეგისტრირდება. უბრალოდ მათ აქვს გარკვეული პრობლემები, იმიტომ რომ მინდა გითხრათ ქრთამი საკმაოდ ისეთი კორუფციაში შესვლა არის ძალიან რთული თემა. ანუ კანონით რომელიც წინა ხელისუფლება მიიღო, ხო ძალიან კარგი. ისჯება როგორც ქრთამის მიმცემი, აგრეთვე ქრთამის ამღები. შესაბამისად, ეხლა ესენი რამდენად შეზრდილები არიან, მე რო ხმამაღლა არ ვილაპარაკო, არაერთი რეპორტი არსებობს ამასთან დაკავშირებით და თქვენი ტელევიზიის საშუალებით ნოდარ მელაძის საგამოძიებელთ, ანუ ძალიან მარტივია, თუნდაც იგივე ყოფილი პრემიერის შვილი, როდესაც კერძო თვითმფრინავით მიფრინავს, როდესაც მისი 1 წლის შემოსავალი არ ეყოფა იმ ჩარტერს, ანუ აქ ხო ბევრი საუბარი საჭირო აღარ არის, ანუ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ძალიან კარგად ვიცით ის საკმაოდ სერიოზული პრობლემები, რომელიც სამშენებლო სფეროში არსებობს და ანუ ძირითადად ხა ჩვენი გვიცაც ხედავთ არ არიან წარმოდგენილი სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები, იმიტომ რომ არსებობს ამასთან დაკავშირებით რიგი პრობლემები, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ სამშენებლო სექტორსაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს დღეს და გაცილებით უფრო მეტი პრობლემების წინაშე დადგებიან და საკმაოდ კარგად ათვითცნობიერებენ ამას. ბიზნესი დამერწმუნეთ, ისეთი ხმამაღალი როგორც დღეს არის, არასდროს არ ყოფილა, სულ რაღაც რამოდენიმე დღეში კიდე ვიცი რომ ბიზნესის გაფართოებული შეხვედრა იგეგმება როგორც ბიზნეს ასოციაციების, აგრეთვე ბიზნესის წარმომადგენლები, სადაც უშუალოდ იმსჯელებენ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რა შეიძლება მიაწოდონ ანუ ეგრეთ წოდებულ თავრობას და მოითხოვონ, იმიტომ რომ მათ შორის იყო რამოდენიმე დარგობრივი ბიზნეს ასოციაციის მოთხოვნა, აქ რა არის წინ ნიშან ხაზიმინა გაუსვა, რომ კი არ მიმართეს როგორც თავრობას, მიმართეს როგორც ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ხელისუფლება დღეს ლეგიტიმური არ ყავს თუ არ ჩავთვლით სალომე ზურაბიშვილს, ერთ-ერთ ლეგიტიმურ წარმომადგენელს ჩვენი ხელისუფლების, რომელსაც ჰქონდა აი საოცარი გამოსვლა. დღეს სწორად აი ყველაზე მაგრად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წარმოაჩინა რამდენად რთულ ვითარებაში ვარ და მინდა გითხრათ, რომ ისეთი მაგარი დახმარება, როგორც დღეს ჩვენ ამერიკისგან და ევროპისგან გვაქვს ამ სამი კვირის განმავლობაში, არასდროს კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ ქვეყანას არ ქონია და დამერწმუნეთ, რომ ეს პერმანენტულად გაგრძელდება, გაცილებით უფრო მძიმე ხასიათს მიიღებს, რა თქმა უნდა, სულ რაღაც ასეულობით ადამიანისთვის ქართულ ოცნებაში წარმოდგენილისთვის და ამ ომს ვერავინ, აი ომი გამოუცხადა და ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხი ჩაითრია ომში, რამოდენიმე ასეულობით ადამიანმა გამოიწვია 3,5 მილიონი ადამიანი. ამას ქართულ მოსახლეობას ვერასდროს ვერავინ ვერ მოუღებს. ყოველთვის როგორც არასდროს ისე მყარავთ გავართ ჩვენ ერთად.
დიდი მადლობა ივა. მადლობა მაყურებელს ვეტყვი, რომ ივაჭყონია კოალიციაც